კაი გამარჯობა თქვენი მეგობრებო, ჩვენ ვიდეოებით არ დავიწყებთ, ბაჩოს პოსტით მინდა დავიწყო. ოღონდ სანამ ბაჩო თავის პოსტს ეთერში ბაჩომ დაიწყო პოსტების წერა. ვაფშე ბაჩომ დაიწყო წერა. ბაჩომ და გივით არგამაძემ. აი ეს ძალიან უხერხული პარალელია სხვას შორის. გივი ცნობილი ჟურნალისტი იყო თავის დროზე, რო იცოდი. მარტო პრაქტიკოსი და ბუკერია სხვას შორის. სიკიჭანა სოზარ სუბარიც. და ბაჩოდიშარი. ბაჩოდიშარია ცნობილი კინოკრიტიკოსი. კი ბატონო. თუ შეიძლება პოსტით დავიკითხო, რას ამბობს პოსტში? მე წავიკითხო? არა, შენი პოსტი წაგიკითხე. კაროჩი გამოვიდა სააკაშვილი, რომელიც ძალიან აქტიურად მლესავი დადგა კედელთან და Facebook-ზე ძალიან აქტიურად პოსტავს როგორღაც. მოდი მე წავიკითხო. განაცხადა. ხო. არა, ბაჩოს გადაზიარებულიც მაგ. არა, ბაჩოს პოსტი არ წაიკითხო, ჯერ წავიკითხო ის და მე თვითონ ახსნას. რა უნდა და მაშინ ეგრე ვქნათ და გაიხსენა ესეთი ძალიან დარწმუნებული ბევრისთვის საყვარელი ფილმი, ვიღაცამ Google-ის ბუდეს გადაუფრინა. ჩიფი რო არის. დააკვირდითო, როგორ გავსო ეს ფსიქიატრიული კლინიკაო საქართველოსო და ჩვენ ვინ ვართო? მე ვინ ვარო? ეს რა ქვია მედდა რეჩეტი ანუ მთელი ეს პერსონალი რომელიც რასაკვირველია ფსიქიატრიულში ძალიან მკაცრი პერსონალი არის და ესეთი თავისუფლების შემზღუდავი ესე თქვა და სადისტი კი ეგენი არიანო ჩვენ ანუ და მე ვარო ის ტიპიო რა ჩიფი რომელიც გაარღვევს ფანჯარას რო გაამტრევს იმ წყლის იმითი რეზერვუარით და რომ გათავისუფლდება ამ ინდივიდუალური თავისუფლების აქტს რო ჩაიდანს და ონთან ამ დებილმა ის დაწერა რომ ხალხი გაათავისუფლაო საერთოდ არის დასაკვირველი არ არის ნუ ეხლა მე საერთოდ არ მიკვირს მიშას გამსგავსი კულტურული გაუგებრობა იმიტომ რომ ეს არის ადამიანი რომელმაც აბას წვილის დაშორების სიმღერა გადააქცია გამარჯვების სიმღერა არისო ესო და სიმღერას რაც შეეხება Lady in Red ევასებოდა მაგრამ ერთ რამეში სწორად მიხვდა ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტი რო არის რაღაცნაირად შემთხვევით ალბათ გაარტყა არა იცი ყველაფერში აცდენა რატო არის იმიტომ რომ მაგაშიც აცდენა არის მაგ ფსიქიატრიულში ყველაზე ჯანსაღი არის ამასაც არა ესე არა იმიტომ რომ ფსიქიატრიულში არჯი არგო ეგ ინდიელი არის ყველაზე ჯანსაღი ინდიელი ჯანმრთელია იტყუება მაგაზიანოს რო ინდიელი თავის დროზე იტყუებოდა გამთავისუფლებელი მე ვარო რა ხო გასაგებია მან ანუ ჩემ ფავორიტი სცენა არის კუკუშკაში გემახსოვრებათ როგორ აღმოაჩენს ჯეკ ნიკოლსონი რომ ეს გიჟი არ არის და ლაპარაკი შეუძლია რა გახსოვთ ეს თვითონ რო გაუხარდა ევს რო აძლევს რა ეს რო გამოსა პირველად რო ხმას ამოიღებს და მადლობაო რო აბა რა კევიათ ჯუსი ფრუტი მისი ჯუსი ფრუტი რიგლი ჯუსი ფრუტ რიგლი ყვითელი აუ მე თეთრი რადო მახსოვდა თეთრი რო გახსნის შიგნით თეთრი და მან ეს რო ეუნება მადლობაო ის კი არა რომ კითხვა დაუსვას შენ ლაპარაკი იცი ან რაღაცა რა გაეცინება არა მეორედ მიაწვდის ხო რომ აბა იგივე თუ გაიმეორებსო რა თავის თავში არაა დარწმუნებული რომ გიჟი არ არის და ის არის ყველაზე საღი და რაციონალური ტიპი არ უნდა ამიტომ მაგაშიც მაგას რო ეთქვა რომ აი ჩვენ ვარ დევიტოს პერსონაჟი მაგალითად რომ ეს მაგარი შაბერილი ძმა არის აი კიდე რაღაცას დათმობას გააკეთებდი მაგრამ შიფობა ნახდად არ ეკუთვნის მაგას რა მაგრამ რაღაცაში მაინც შენ რის გამო ალბათ კიდო და მაგას ჩემს სტატუსს დაკითხო ის იყო რომ მე ვურჩი იმას რომ დაენებებინა თავი ევროპელ კლასიკოს ამერიკაში გაქცეულ ევროპელ კლასიკოსებს და მილოშ ფორმანის მაგალითად საკუთარი ქვეყნის კინოკლასიკით დამტკვარიყო ენახა თენგიზ აბულაძის მონანიება სადაც აბელ არავიძესთან გავლებდა ძალიან დიდ პარალელს მაგრამ მე მგონი მაგარი ნახა უკუდავი ფილმი სალო ანუ სოდომის 120 დღე და ვერ ნახავდა და დაევასა ისაც იქ ნახა ერთადერთი შესაძლებლობა სადაც მიშა ჩართავდა სალოს იყო ის რომ ვინმე მოუყვებოდა რომ სექსის სცენებია და ქალები დაევასებოდა ძალადობა ძალიან ესთეტიზირებული ძალადობა იქ ძალიან კარგად არის გადაღებული და დაევასებოდა გაგიდებოდა ხო მაგრამ კონცეფტს ვერ გაიგებდა ვაფშე არ დაევასებოდა იმიტომ რომ მიშას აქვს ჯერ ეს ერთი
ცნობიერების კონცენტრაციის ისეთი პრობლემა კონცენტრაციის და კულტურა არა. უნარი რომ არ მგონია მან კინოს განსაკუთრებით რაც ისეთ არანაკლები ეგეთ რთულ კინოს უყუროს. ბუჭულაძემ განაცხადა დღეს სასამართლო ჰქონდა და ნახე მშვიდობიანი დამხობა შედგა 4 ოქტომბერს შედგა დიდი წარმატებით არავითარ ძალადობის ადგილი არ ქონია საქართველოს მოქალაქეებმა მთელი საქართველოს მოქალაქეებმა ერთხმად გადავირჩია და დავამხეთ უკანონო ხელისუფლება კი აი ეს რო გავშალოთ ეს უნდა იყოს ალბათ სოფლიო ფსიქიატრია უნდა მოვიწვიოთ ახლა ჩვენ იმიტომ რომ ყავს პაციენტი რომელიც თulis რომ ხელისუფლება დაემხო გადაბარებული აქვს მათ ძალაუფლება და რეალობა არის რადიკალურად ასეთ შეცვლილი. ამიტომ ხო და ჩვენ გვჭირდება ახლა დიდი კონსილიუმი, სოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ფსიქიატრების და ფსიქოანალიტიკოსების და ამათმა უნდა გამოიკვლიონ ეს და ნუ გვერდით მამად სააკაშვილის, მაგრამ ამ შემთხვევაში ამან ეგრე გამოიწერა საკუთარი თავი. ახალი სტუმარი ყავს რატია მადლობელი თქო ჩატ. აუ რამდენი ხანია არ გვინახავს. ეს დიდი საპროტესტო საზოგადოება. ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენ ვერ მოახერხეთ მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ რომ ჩვენი პროაქტიული ინიციატივით აგვეგრძელებინა ეს ბრძოლა და დგას ძალიან ბევრი ადამიანის ენთუზიაზმზე ეს ყველაფერი თავგანწირვაზე მაგრამ ინფორმაცია ეს დგას აქციაზე პროაქტიულ რეჟიმში მთელი საზოგადოება ყველა სფერო, მათ შორის პოლიტიკა არის ერთიანი და არა, გავაჩეროთ თვითონ. ანუ თავხედობა ყოფნით ამ მართლა შტერებს, რომ ჩვენო დაგვეზარაო იძახიან. ჰამბურთი ჰამოედანი, ხო მოდიან ეს აქტივისტები და ხო ენთუზიაზმის ხარჯზე არის. ჩაერთე შენს, იარე ყოველ დღე. უგაზე მიაროს ყოველ. მე იცი რა მაინტერესებს, ნინია კარაბაძე ხო იმას ქნეს დააჯარიმეს. მეორეჯერ აღარ გადაუკეთია. არ გადაუკეთია. არა, თვითონვე დააფიქსირა მაგაზე პოზიცია, რომ მე სპეციალურად აღარ გადავკვეთო, იმიტომ რომ გამოვა რომ უაზროდ ვეწირები ამ ყველაფერს. მართლა? რატყორაო? ჩვენ გავუშვით აქ გადაცემაში ზუსტად ნინიას პოზიცია. ისინი უაზროდ ეწირებენ მეორე და აღარ უნდა გავაკეთოთ ეს, ნინია და გამსახურდიაც გავშვით გოგორო. ხო, და ხო, იმიტომ რომ ეს არის უაზრო შეწირვა და ამით ვერც გავგმირდებით და პირველ ჯერზე დავდექით, მაგრამ ამის გამო რომ თავი დააჭერინო, ეს არის უაზრო თვითვიქტიმიზაცია და ამასთან ერთად გმირებად არ გვინდა ამით შევიდეთ ისტორიაში, იმიტომ რომ ისედაც გმირები ვართო. სხვა მიმართულებით ვართო გირები. ეს როგორ არის? გმირები. გენიალური ფილმი არის, სამი შარვალი და ერთი ჩიდის კაბა. თუ გაგვდანახე. ხო და გოგო რო გაიპარება და დედა რო ჩამოაკითხავს და ვიღაცა მანქანიდან უზარმაზარ ტიპს რო გადმოიყვანენ და გოგო გამაიყვანენ იძახი და მაგასო ისნოს კუჭის ოპერაცია აქო მაგასე უნდა იდარტყო და არა მე შუაში ვარ თუ ქალს უნდა დაახლოებით ეგეთი ზადნია რა დავაყო ცეცხლი გარქიეს და პატარას რო კი მოიხადეს და წელიწად ნახევარი არავის არ უნდა რა ხო მაგრამ მე მინდა ჯერ კიდე პატა ბურჭულაძეზე გავაკეთო კომენტარი იმიტომ რომ ესე იგი ჩვენ ეს მეტნაკლებად სასაცილო დისკურსში გადაგვყავს რომ ფსიქიატრიის საგანია. მე მაინტერესებს მართლა რაღა არის მაშინ ფსიქიატრიის საგანი. კაცი ციხეში ზის იმის გამო რომ ბრალად ედება სახელმწიფო გადატრიალების ცდელობა და ეს რა ქვია შეჭრა პრეზიდენტის სასახლეში თუ გახსოვთ მათ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი რა იყო რომ პატა ბურჭულაძემ ძალიან აწია ტემპერატურა თქვა რომ იქ რო შევიჭრებით მე ვსო ხელს აწევს ხალხი და ჩვენ ვიბარებთ ძალაუფლებას. შევიდა და ეს აი არ ვიცი რა უწოდო, ჯერ უფროსი კაცია მართლა არ შეიძლება ესე, მაგრამ ეს ცვედანი შევიდა და ბიჭო ასეთი თამაზ აწეული რევოლუცია ერთი წიწაკის სპრეით დაანგრიეს. ერთი შეასხეს და წავიდა. ანუ არ იცოდა რომ წიწაკის სპრეი შეასხავდნენ, არ იცოდა რომ როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტის სხვა დაწესებულება შეიჭრები და დაიკავებ, იქ წინააღმდეგობა დაგხვდება. ანუ იქ რო ეთქვათ, რომ არ შემოხვიდეო, უნდა გაბრუნებული. ეს სასაცილოდ როგორ ჩაიგდო თავი, არ ვიცი, მართლა ადამიანმა, რომელიც მეტნაკლებად საქართველოს სახელს, თქვათ, აცნობდა სოფლიო საზოგადოებას, ხო, რეპრეზენტირებდა საქართველოს საკმაოდ კარგად და კულტურაში არანაკლებ, ხო, სახელოვნების სფეროში. კი, და კულტურაში ცოტა საქმე არა გაკეთებული და
ესე სასაცილოდ როგორ ესე როგორ უნდა გიყვარდეს ფული როგორ უნდა გიყვარდეს რომ ამას დაგამსგავსოს შეიძლება რა არის აღარ დარჩა კურდულად გიპასო ხო არა მე მაინც შევეცდები რომ გიპასო მიახლოებულად კურდულთან მიახლოებულად გიპასო ხო რომ მასკი დადიოდა ძმაო ესე თავიდანვე ეგეთი აი ეგ ჩვენ რო გვეგონა რომ ქართული კულტურის რეპრეზენტატორი იყო ბოზი კურდულთან მიახლოებულად არა რაც მაგან გააკეთა ეგ არის მოდი რა ხალხი გაწირა ბიჭო ის წაიყვანა ახლა ცოტა წაიყვანას ვიტყვი ცოტაგან შეეხა კაი ბატონო მე მგონი ჩვენ გვეყოფა დავით გაჭირვება იყო არა დამატებით რასაც ჩვენ აქ ვერ ვამბობთ შეგიძლიათ გიორგი გამსახურდიას პოსტებში იხილოთ და პურტულაძის შესახებ და იქ თანაზე სოლიდარულებს თანაზე ეგ არ არის პატა თქვენი ეგ არის პატა გამსახურდიას პოსტებში შემზადება უნდა რომ წავიდეთ თქვენ დააფიქსირეთ აკაცუკთა აქციას ახალი სიმბოლო რო აქვს თქო თავიანთი ახალი სიმბოლო არა ის რეზინის დედლებით რო დარბიან ხო მე ხარაცა მეგონა ესეთი რა არის ანუ რა სწორი თვით გამოხატვა გავიგე ჩვენ დამცირება ამით როგორ უნდათ აჭყუტუნებენ დედლებს აჭყუტუნებენ პლასმასის თუ რეზინის დედლებით დარბიან და აჭყუტუნებენ რა ცოტა ხო ძალიან შეურაცხყოფილი პროტესტის ვიზუალური რეპრეზენტაცია ესე კარგად ვიღაცას თავისი გაიგეთ ის ორი ძმასად არის რომელი აი ცოცხებს რო უპირებდა ის პატარა და პატარა ჩვენი ძმები რო გვაშინებდნენ კი ჩვენი სადა ჩვენი ძმები ეგენი არიან ეხა სააკაშვილი რო ნოდარამელაძეზე ბაზრობს ხო იცი სოფონი ჟარაძესთან საუბარში ეგრე არიან არა ეს როგორ არის ნადირობას კანონის ენაზე ქვია ამოღება ნადირის ამოღება ბუნებიდან ხო და ამოღებულები ხო ვაი არა ბიჭო რო შეგეს ამას ეტყვი რო შემხდეს ხო კომბინაციას გავუკეთე არა მგონი კარატეს ჩაუტარე კროს ჯებ ორიდან ორივეს მოვდა ქათმებს რო ხელის დარტყმა შეიძლება აიცადე პრედმეტი და შენ ბიჭო აქ შენ თუ მაგაში გინდა არ გიჩვევ ზამია მაგ წამოსვლას პატიოსანი ბიჭი ხარ მუშაობ რაღაცა შენი პატიოსნებით საქმე გააკეთე მე ნაცვალები კაცია ალიკო ელისაშვილი ალოკე საზოგადოების ნაწილი ვართ ეხა ჩვენგან უნდათ რომ არ მინდა ეხა დავდგეთ და სხვები კიდევ აკრიტიკო მაგრამ ჩვენგან უნდათ რომ რაღაცა სასწაული მოვახდინოთ და სასწაულს არ ხდება ეს სასწაულები და 8 საათზე რაღაცა წაგაიხსნება მაგის არც ბჯერო და არ მინდა და მაშინ რაღაცა დამეჩხავდათ არ მითუმეტს ეხა ის ხალხი ციხეში მაგრამ ესეთი ავანტურების არ მჯერა და ავანტურ გრძელვადიან მომქანცველ ბრძონაში ვართ კანცი გვაქვს გამძვრალი დაღლილები ვართ ნერვებზე ვართ უკვე ერთმანეთი დავჭამოთ ისე ვართ მაგრამ აი ეს გაუტეხლობა და წინააღმდეგობა არის ის რაც ამათ დაამარცხებთ და რაც აგვაშენებინებს უკეთეს ქვეყანას. აგერ მე აგერ თქვენ ის გუნდი არ არის ბიჭო, კარგი პოდიუმი ალეკოს აშენებულის დედავატირება. რომ მიდიოდა, მე მგონი ამას არ უნდა გააკეთო. ის რაღაც ზოლები რომ მიდიოდა, ახალია. მე მეგეთ რამე არ მინახავს. მაგარი ნაეზდებია. მაგარი ზოლები გადის პოდიუმზე. აი ეს შეფიდე გავაკეთო. კაი, ალოკეს რა. ირაკლი პავლეშვილი გავუშვათ თუ ჰეგელია? რა თქმა უნდა მეორე. რა ჰეგელსო მანდელა. ცხადია და ის თუ რამედი ექნება უკრაინას და მოლდოვას ძალიან პირდაპირ გავლენას ახდენს მათ შორის დიახაც ჩვენს ბედზე ამიტომაც რა თქმა უნდა ის თუ ერთი მხრივ რა უსაფრთხოების გარანტიები მიეცემა უკრაინას არის მნიშვნელოვანი ის თუ მშვიდობას რა პირობები ექნება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ისიც რასაკვირველია თუ ამ ყველაფერს ერთად რა გავლენა ექნება ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უკრაინის არის ასევე რუსეთს ექნება ვეტოს უფლება ოფიციალურად ევროატლანტიკური ამბავი უარს იტყვის გაფართოებაზე. მე დავწერე კიდეც, მან არის ძალიან ბევრი დამოკიდებული რაკეტის მოფრენის სისწრაფეზე. უკრაინაში არასოდეს არ შევა ნატო, არ დაუშვებს ამას ბირთვული სახელმწიფო რუსეთი, იმიტომ რომ უკრაინიდან მოსკოვამდე 5 წუთში მოდის რაკეტა და პერეხვას ვერ აკეთებენ. მე კიდევ შემოხაზეთ ფარგლით კიდე რა ტერიტორიებია და მიხვდებით კიდე. ჯერ არ გასაჯაროებულა ხო 19 პუნქტი. არა, როგორ არის ის 19 პუნქტზე ამერიკელები არაფერს არ ამბობენ. ანუ ეს სურვილებია რა რაღაც აი კი ნახეთ და ასე შემდეგ და ყველაზე დაგვანიშნებელი რა არის ზელენსკის უთხრა ტრამპმა ხელს რომ მოაწერო მე ჩამოდით ჩემთან რა
იაპონიას გერმანიამ უთხრა, არა, გერმანია. არა უთხრა პირდაპირ. ზელენსკის უნდა და აი ამ ინდაურო შეიწყალა მეორე დღეს ჩასვლა. ხო, თავდაცვინისმა ხო გააკეთა კომენტარი, რომ მეო ზელენსკისო უთხარიო, რომ აგებო ძალიან ცუდი რასკლადი ჯდებაო და ყველა პონჩი ამ გეგმას თუ არ დავეთანხმებითო ცოტა ხანში უფრო უარეს პოზიციებზე. ხო, არა, პირდაპირ უთხრა და მიახლოებული სიტყვა უთხრა და სხვათა შორის მეგობრებო, ამის გაგება სხვათა შორის ლიბერალებს, ლიბერდებილებს აქვს ძალიან მაგარი თვისება, რომ რაც მათ არ მოსწონთ, ოღონდ რაც მოხდა, საერთოდ არ შეამჩნიონ და რომ მიუთითებ, მაინც არ ამჩნიონ. ანუ ძალიან რთულია გესმის, აი ოდნავ სინდისი თუ გაქვს ადამიანს, აი რომ გაჩვენებენ აპრავდანიას ეძებ, აპრავებ, მაგრამ ვაფშე არ ამჩნევენ. ამაზე არ უნდათ ლაბარაკი რა. მაშინ არც ლიბერალი არ იქნება და არც ხო, მართლა. ნიკა კაცია, კარგია. კითხავს ვსვამთ ასე რომ რა უნდა გავაკეთოთ მე მაგალითად მზად ვარ იმისთვის რომ თუ ერთი იცებოს პოლიტიკოსებს რო ქონდათ ხოლმე კამპანიები რო ეკარდაკარ დადიოდნენ ნებისმიერ ადამიანს მათ შორის კაიქოცალებს რო ეძახით მათთანაც მზად ვარ სასაუბროდ არ ვიცი მომწერონ კითხვა ეს რომ მივიდეს სადმე გაბუასა ბიჭო აი მე იტყვია რომ თქვენ ბრუტალურები ხართ და ძალადობის მომხრეები ეს რომ მოგადგეს ძალიან ბავშვი შეშინ ეს რომ მოგადგეს სახე ეგრევე ნაკურთხ შეასხავე. ბავშვმა რო გაუგოს შემთხვევით კარი. ბავშვი არ აღებს კარებს. გლაზოქში რო დაინახოს რო გაიხედოს. გლაზოქში ამას შეცვლილი ექნება. უარესობისკენ მარტო გლაზოქი აფუჭებს. მოკლედ ხანს შესულმა ადამიანმა რო გაუგოს კარი. იქე მოვიდა სიკვდილიო რა. ხო, ეგრევე. აუ რატო ასე ადრეო ძალიან თქო. არა მე მგონი ძალიან სახიფათო გეგმა არის რა. კარდაკარ ანუ ეს არის სახალხო სპიკერი. ანუ ეს არის სახალხო ლეგიტიმური სპიკერი. იცი რატო არის? კოცებს რატო არ გვესმის? იცი რომ სამშობლოს საფრთხეში და რუსი. ეს არ მოსულა და ამას არ აუხსნია. ეს პირდაპირ არ მოვიდა ტელევიზორიდან არ მიდის ეს როგორ სახში რისკებს ახლა თქვენ კარგად ახსენებთ აი მაქსავით ტატუირებული ცხვირები რისკებს კარგად კარგი რეპრეზენტატორია ქართველი ხოც ქალებთან მივა რისკებს ხო კარგად ახსენებთ რის ანუ რა საფრთხეც შეიძლება გამოიწვიოს რა საფრთხე შეიძლება შეიქმნას ამან რომ კარდაკარ დაიწყოს სიარული აი კითხვა დამისვენებს ჩვენებს ლაპარაკი რო რუსები ხო გადაიბირებს ყველას და ეგ არის ანუ ძალიან დიდი რისკია დასაკავებელი ორფეოსი ხო თავის სიმღერით დასაკავებელი ცხოველებს ხო თავის ნუსხავდა ორფეოსი და დაახლოებით არა იმაში რო არის კრონგმა რო ენა იცის ლამების არა ყველა ციყვების ენა ციყვებს რო ელაპარაკო ბიჭო მან რაღაცა ძალიან საინტერესო კითხვა დამისვენა და ერთადერთი კითხვა რაც მაპირდება არ შეიძლება რომ ამას დაუსვა შემდეგზე აბა ხერხემალში ხო გავასაგებია გიორგი ახობაძე ვინ არის ადამიანი ვინ არის ადამიანი ლეგენდა გიორგი ახობაძე არის ყველაზე პატიოსანი ადამიანი აი ნამდვილად ყველაზე ну ერთ-ერთი ყველაზე აი ხედავ დაიხიე უკან მე გულისხმობ ათეულში არის პატიოსანი ხალხის ერთი რაც ვიცი ყველა დროის 10 წლებიდან ერთ-ერთი ნაღდად არ გაუკეთებია აი ერთ-ერთზე იმენა ხელს ვაწერო არაფერი არ მოუპარავს არსაიდან ხო ქართულ ოცნებაზე სალაპარაკოც არაფერია მართლა გადახედეთ ვინ არიან და რა არიან და რა ცხოვრებით უცხოვრიათ მაგაც ლაპარაკიც არ არის აი გაუ დაგვაყარა ბიჭო მე ეგრე გეთქვა რომ მოგარი გადავხედე ჩემ ცხოვრებას და მართლა რა ცხოვრებით ვიცხოვრე ეს იტალო პენისი მე და მე რა მე ყველაზე ნაკლებად შეიძლება მეხებოდეს მაგრამ ვიღაცა მართლა წესია საწყალ მშრომელ ადამიანებს მე მაინც მაიმუნობ ხო რაღაცებს ეუნება რომ რა ცხოვრებით გიცხოვრიაო ვიღაცებს რა ხო ხდები შრომელ ტიპებს მე მიცხოვრია თუ ცხოვრები გასაგებია მე ზვაო მიგურდია ბავშვებისთვის მორფი მომიპარაო რაც გინდა როცა ხო აი მორფის მოპარვა მაგარც უთხავთ ამ მდგარვა და არ ვარ კი ბატონო აი ეგრე უცხოვრია გიორგი ახობაძე ანუ ეხა ეს ამან ხო იცის რომ ეს რაღაცა არ უნდა თქვას აი მას შეუძლია თქვას რომ არ ძალიან ჭკვიანი ადამიანი მაგრამ მორალურად დიდად ძლიერად და საავადმყოფოებად ახო გენიოსებს აქვთ რა რაღაცა პრობლემები იქ მაგ ხასიათი არ მწავს მაგრამ ძალიან მინდა რომ წავდეს და შინაგანი ბრძოლები მაქვს ტიპი გამოდის და პედესტალიდან ლაპარაკობს მორალური პედესტალიდან ხო კაცი არის გაგდებული იმაზე რაზეც ხუგაშვილი
აი, ნამდვილად პატიოსანი ადამიანი. ეს უმადურობა ხო ერთ-ერთი ანალიზის მეტრი. ეს უმადურობა არის ჩვენ ახლა გავდივართ ბიბლიურ წოდეს. ეს არაიფურდოს გიორგი ახობაძე არაიფურდოს წარმომადგენელია. ეხლა უმადურობის განსახიერებაა რა. ქვემოთ ჩავდივართ, ხო? ხო, აი ცნობილი ჰოლივუდის ფილმი რო არის 7. აი იმას 7 მომაკვდინებელი წოდვა. ხო, და იმას უყურებთ. ხო. იმიტომ რომ არანაირი გეგმა, არანაირი ხედვა ჩვენ არავისგან დიდი ხანი არ გავიგია, ხო? ყველა ლაპარაკობს და სადღეგრძელოთ იქცა, დასაცინ სადღეგრძელოთ იქცა უკვე რაღაცა ვირტუალური ერთიანობა და ერთიანობა კი არა, ეგერ გამოდიან იგივე მელი აბსოლუტურად სამართლიანად, ხო, მელიას გამოდიან და ბიძინას დაქირავებულს ეძახიან პოტენციური პოლიტიკური პარტნიორები და თან იგივე ხალხი ერთიანობაზე ლაპარაკობს და აი რანაირად ეს ყველაფერი, ხო? შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მწვავე კრიზისი ოპოზიციურ ფლანგზე. მეცაც გეტყვით, ხო, მე ვერც ვხედავ რესურსს, როგორ შეიძლება ამის აპდეიტი. აი, კარგად. მამაზე კომენტარი ბარემ აი მომაკვდინებელ ცოდვებს თუ გავდივართ, გადავიდეთ თინა ბოკუჩავაზე. გარი, ხო, გასაგები. ხო, გავუშვი. რა ვიცი რა არის და არის, კი. ნაკროვანება, რა ვიცი. ნაკროვანებაზე არის. ხედოთ წინ, უნდა ვიყოთ ორიენტირებული მომავალზე და თუ ჩვენი ამოცანა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად ერთიანი ფრონტი შეკრა, დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით მეტ საერთოს ვიპოვით ერთმანეთთან, ვიდრე გამყოფს და ეს რაღაც გამყოფი ხაზებიც მოიხსნება. ეხა ნიკა მისიც თქვა, რომ ერთ სივრცეში არ ვიქნებითო, მაგრამ მაპატიეთ პირდაპირობისთვის ერთ შენობაში არიან და არ ვიცი, ქალთა ეკვივალენტში მალე შეიძლება მეც აღმოჩნდე. ამ ციხეში შეიძლება დავიჭირონო? ნიულავი მიჯოძე რო არის ანეკდოტი. ქალების ციხეშიო. კაცების ციხეს ქალური ეკვივალენტი. კი რაღაცა, ანუ მეც მელიას ქალი ეკვივალენტი დამხვდესო. არა, კაცო. არა. კაცების ციხეს ქალური ეკვივალენტი. სხვა ცოდვები ხო? თინა ბოკუჩავა განასახიერებდა iPhone-ის. მასე კაი ბიჭები და ისინიც ერთ შენობაში შეხედავენ, არა აბსოლუტურად სხვა. ეხლა რა ცოდვაზე გადავიდეთ? ეხლა გადავიდეთ ფარისევლობაზე. რომელი ფარისევლობა მაინტერესებს. ფარისევლობა კი არა. აი დაანო ტრაბახობ რა, აპარტამნება ხო? აბა რომ ნუგზარ ციკლავ. წუგზა რა. სიხარბე ყველა გვაქვს. სიხარბე დრო იმისი განსხვავებებზე ვილაპარაკო. ეხლა ვისაც სურს ფუძემდებულ პრინციპებზე, ხო, ფუძემდებულ პრინციპებზე უნდა შეთანხმება, ვისაც შეუძლია და ვისაც არ შეუძლია, ხო, ის დარწმუნებული ვარ, რომ ვერ შემდგომ ვერ შეძლებს პოლიტიკაში ოპერირებას. ჩხეიძეს აქვს ძალიან ცნობილი სიტყვები, ის გადარჩება, ვისაც შესწევს ძალა ურჩობისა. ეხლა არის ურჩობის დრო. ეს რო გავში. ეხლა არის ურჩობის დრო, არ დამაჩენობის დრო, წინანდაგების დრო, არ თანამშრომლობის დრო და ვაფშე ყველაფერს პირიქით აკეთებს ცხოვრებაში. ეს აპარტამნების ეგოთია. მაგრამ აპარტამნებას რაც შეეხება ჩვენ ესეთი გავუშვით მიშას ყველაზე დიდი ცოდვა არის აპარტამნება და არ შემოგვაკლდა ძალიან ის გუბაზე, ნამდვილი გუბაზე, შვილით გავერთეთ ძალიან. გუბაზე. მე მაგ კიდე სად არის გუბაზე? არ გამოდის არსა? ბოდიშის მოხდით მაგ ისევ ეს კითხვა. ბოცო ესაა თუ მეორე? ეს. კაი, აქ შენ გვეკაიფებ. ვაფშე არ გეკაიფებ. არც ისეთი ის არის, ეს არის ბოცო, ეს არის ბოცო. ის არის კაკო ბობოხიძე. ბობოხა და ბოცო. ეს არის ეგრეთ წოდებული წერალი კი არა და ლიტერატური თუ რაღაც ჯანდა. ამას ჰქონდა ესა ლიტერატორი? მიშას დროს ამას ჰქონდა გამომცემლობა და მუშაობდა საგამომცემლო სფეროში. ეს სხვა შორის მეტ ნაკლებად ნაცებში ითვლებოდა ინტელექტუალად. ნაკითხადა. ეს ბიჭო. ბოცო? ო, რაც არ უნდა იყოს, რომელსაც ჰქონდა ესეთი ინიციატივა, რომ მარქსის ყველა ნაშრომი საერთოდ აღგზავნდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში არ არსებობდეს. და პროსპერ მერივე. აბა ჩაითვლებოდა მაშინ ინტელექტუალად. პროსპერ მერივე ფეხბურთელი არ არის, იცოდა რა. საო. კაი, პროსპექტ მერივე. არმაზ ახვლედიანი გავუშვა და გადავაგდოთ მე ხიდა. აი ჩვენ უნდა გავიგოთ რომ საქართველოში უკმაყოფილოთა რიცხვი გაცილებით დიდია საზოგადოებაში ეს მუხტი გაცილებით უფრო მძაფრია და მასთან შეუსაბამობაშია დღევანდელი ოპოზიციური სპექტრი. პირდაპირ მე მაგ ეს შალვას უფრო ეწოდინება. შალვა ეს ვის მაგონებს იცი? შალვა ხო, ოლეგ პოპოვს. შალვა ხო, გიცმენ, რაღაცა თავისი დავინახე.
გინდა ფიზიკურად, გინდა საუბრით ხრობის მანერით, გინდა სოციალური ჰაბიტუსით, ყველაფრით. ტარიელ სუარი რო არის. ბიჭო, ეხა ეს ტარიელ სუარი. ძალიან მაგარი კაცი. მაგარი ვიდეო ნახე. ჯენტლმენთან კლუბი შედევრი, ანუ ბიჭო. ყველაზე მაგარი. მე მეგონა რომ რაღაცა აზე არა ვარ, აზე ბაზრობთ, მეც გამარჯობა. ვიღაცა ტარიელ სუარი არის. ხო და ტარიელ სუარის არა, იაფარულო კარავი მაგასაც ჯენტლმენთან კლუბი. ჯენტლმენთან კლუბი არ ვიცი რა. ფრაკებით ხედან. ცილინდრები. წარმოვიდგინე კომედი შოუს რო გაიგებინა ჯენტლმენთან კლუბი რა რაღაცა ბრიტანეთს ზავიზენია აქ თუ ხო არ გაგიჟდი შედი ტარიელ სუარის TikTok-ზე და ნახავ აუ შედი არა ეხა არ შეხედე უკვე როგორ არის ტარიელ სუარი ტარიელ სუარი და მისი ვიღაცა გიჟი მე 2-3 ჩუდაკი გიჟი არის ჩვენ ვილაპარაკეთ შედი 2-1 ჩუდაკი მეგობარი აქვს ამხანაგური ჯენტლმენური სასამართლოც აქვს საქმეები რჩევა კლუბში და რაღაცა თვითონ TikTok-ზე ტრანსლირებს შედი რა ტრანსლაცია აქვს TikTok-ზე და მათ შორის თავის ცოლის დაკითხვაც აწარმოა იასი. ია მაგრა ეკაიფება ყველა. ტარიელ სუარი ძალიან. თუ იას. მე ტარიელ სუარის თუ იას მეგობარი აქტის პრომოუშენში $2 ზამაინც აგაღებული. მერტმასში არ გასწვაო. ბაზარი. ხო აი, მაგრამ მე ტარიელ სუარი ან ეგეთი ფრიკი იშვიათია. პროსტა კაფეში ზიან. არა, ძმაო, არა, რაღაც სერიოზული ზავიძენია. იმას ინგლისური ბრიტანული ჰოლივუდის ფილმი რო არის აგენტებზე, რა ქვია X-Men-ი. თუ რა ქვია? Kingsman-ი, ბატონო X-Men-ი რაშუაშია. Kingsman-ი იმას მაგონებს. რაღაც ესეთი ბიჭო Kingsman-ს თავისი ესეთი, ანუ ეს არის შაბათის შოუს რო გაეკეთებინა ხო, როგორი არის უკიდეგანო გოიმ ბრიტანული ჯენტლმენთა კლუბი. უკიდეგანო გოიმ. ჯერ ბატონო შაბათის კლუბი, ეს ვარო ჯავახიშვილი და ეს ტიპები. ვაკელებს რო აკეთებენ. აი როგორ მინდა, ტირილი მინდა რა. ანუ მე ვხვდები რომ მათ წარმოდგენაში, მათ ვიწრო ხედვაში როგორია ვაკელები. ძალიან კლასია მეტროში სვავენ აგერ. ძალიან κλასია. კარგი, ძალიან კარგი, უკეთესი არაფერი. და შეუერთდი მე ჯენტლმენთა კლუბში საწევრო გადაიხადე, ბაჭო. დავწევდო, უკეთესი არ გენახოს არაფერი. უკეთესი არ გენახოს, საწევრო გადაიხადე, მიგიღებენ ძმაო შივილ-ხივილით ფრაკი. ცილინდრი ექნება. ფრაკი გიგაქვს ძმაო. მაგარი ბაფთები. ბაფთას გაიკეთებ და იარეთ ერთად. შენ რო ეხა, დავაპიარეთ იცი ეს. ბიჭო, ბაჭო რო წავიდეს და ტარიელს უარდა. ბაჩას სვავს, ნახე, საღოლს, მაო, ამათ მოწყობილი აქვს ცხოვრება. ბიჭო, აზე ხარ როგორ დავაპიარეთ ჩვენ დაუნებურად. ვაფშე არა თუ გადავედი. ბიჭო, დევიტოს პინგი. არ არიან პოლიტიკური თემით გატაცებული მაინდამაც. ხო. ეგ არის. ის ფილმი ბეტმენი, ხო? ბეტმენ ნავსიგა დამეურო. ო, მეორე და არა. პინგვის რო თამაშობს. ეგ returns არის მაგარი. პინგვის რო თამაშობს, კარგი. აზრაშაეც. კაი, მეგობრებო, ხო, კიდე ერთი ორი სიტყვა მინდა თქვა უკრაინაზე. ძალიან მალე ყველაფერი გაირკვევა, იმიტომ რომ პუტინთან ჩადის მოლაპარაკებელი ხანში შესული კაცი, რომელსაც ეუნებიან. ჩანავალა, რომელსაც ეძახიან მოღალატეს და ასე შემდეგ, ხო. თურმე ჩასულა, ხო. არა, თურმე ჩადის. ხო, ჩანავალა წარსული არ არის? არა, ჩანავალა არის მომავალი. ხო, კი ბატონო. რომელიც შეგიძლია წარსულშიც იხმარო. აი? ჩანავალა. კი ბატონო. და აქეთ მიდის ჯარისკაცი. იმასთან, ზელენსკისთან და ვნახოთ აბა. ვინ გაკაჩავს. ნუ ერთ-ერთი მოთხოვნაა ტრამპის, რომ ტერიტორიები უნდა დათმოს და ნატოზე ბაზარი არ არის. სხვანაირად პუტინი ამას არ იზავს. ისაც პრობლემები მექნება ამ შეთანხმებას რო დადოს, იმიტომ რომ ზაპოროჟიეს და იმის ოლქი, რა ქვია, დონეცკის მთლიანად იღებს და ზაპოროჟიესის და ხერსონის ოლქი რაღაც ნაწილი რჩება მხოლოდ და არა მთლიანად ეს ოლქი. არადა კონსტიტუციაში მიერთებული აქვს უკვე და პრობლემა არის. ნახოთ როგორ განვითარდება, შეიძლება მალე მორჩის ომი, შეიძლება უფრო გვიან, მაგრამ როგორც ტრამპი ეუნება, როგორც ტრამპი ნათქვამა, ხო თუ როგორ არის? ტრამპი ნათქვამა მაინც ტრამპი ეუნება ზელენსკის, რომ თუ დღეს არ მოაწერ, შემდეგი ესეთი შესაძლებლობების ფანჯარა იქნება გაცილებით უარესი, ვიდრე ეხლა გაქვს. ისე როგორც 22 წელს, ბიჭო, ზელენსკის ეს ეშინია, 22 წელს ჰქონდა ძალიან კარგი შანსი, ამასთან გაცილებით მაგარი შეთანხმება დაედო და 100,000-ობით კაცი არ მოგვტარიყო რა, მაგრამ ნუ ზელენსკია რა. კარგი და აი ესეთი რა ტრამპი ნათქვამა. ეგ მოკლედ არის ესეთი ზმნის ფორმა, რომელიც ესე მარტივად შესასწავლია. ამას თავისი ირეგულარული ის არის. კი ბატონო, გეთახმები. მოდი ჩვენ ერთმანეთს დავიმშვიდობოთ და ხვალ აღუთქვათ, რომ ხვალ შევხვდებით ერთმანეთს. ხვალ უბრალოდ ჩვენ ცოტა გვიან შევდივართ ეთერში. იმიტომ რომ ეს ხუჩაბათობით შოუ გაქვს. ხუჩაბათობით ესეა.
ნახვამდის მადლობა ყურადღებისთვის.